თერაძე ნახლა ემზადება რომ ჩაერთოს პირდაპირ ეთერში და მოგვიყვეს იმ მარშის შესახებ, რომელიც ახლა იწყება, როგორც ვიცი. დავით, მოგესალმები, ვინ არიან შენთან ერთად და საღამომშვიდობის. მოგვიყევი იმის შესახებ, ვინ იზიარებს ახლა? არა მომიჩევია, ნათია. დიახ, ვინ იზიარებს იმ თავარ მოთხოვნას? არ დამიყენები არავინ, აი ვიყურები მართლაც გემოვნების მიხედვით ნებისმიერი სპორტის სახეობის წარმომადგენლები შეგვიძლია ავირჩიოთ. საბედნიეროდ ძალიან ბევრია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ განსაკუთრებით მრავლად შეიმჩნევიან მორაგბეები. მე გითხარით კიდევაც გუშინ, როდესაც ჩვენი გამოშვება ეს 5 წუთიანი ბლოკი დასრულდა, ხვალ ანუ დღეს აქ მოსვლას აპირებდა რაგბის კლუბი აკადემია, რომლის ერთ-ერთი მორაგბე კვარაცხელი არის დაკავებული ამ საპროტესტო აქციების შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ კლუბის წარმომადგენლებსაც შეგახვედრებ, თუმცა მე მინდა სერგის ვთხოვოთ ჩემთან ერთად იმოძრაოს და უკვე აქ ავირჩევთ იმ სპორტსმენებს, რომელსაც პირდაპირ ეთერში ჩავთავ. მე ვხედავ ვიქტორ დიდებულიძეს, რომელიც რაგბის მოყვარულებს არ ჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენი პოზიციისთვის, იმისთვის რომ აქ იმყოფებით, რა გაქვთ სათქმელი, რა არის პირველ რიგში თქვენი? რაც არის მოთხოვნა ყველასთვის და რა თქმა უნდა განთავისუფლება იმ პიროვნებების, ვინც უკანონოდ არიან დაპატიმრებულები და რა თქმა უნდა კეთილი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის და მიმართულება ევროპისკენ, არა ჩრდილოეთისკენ. და იყო აქ რაღაც გარკვეული შიშიც და გარკვეული რაღაც ისე ჯიშის მოგებით მინიშნება, რომ სპორტი არ გამოვა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ ხედავთ ფაქტობრივად ძალიან ბევრს და სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლებს. დავით, თქვენ კარგად იცით თუ როგორ და რანაირად ჩამოვართვეს სპორტი თვითონ სპორტსმენებს, ჩვენი მაგალითი ავიღოთ მორაგბეების, თუ როგორ და რა მოხდა და სათავეში კი ზიან, მაგრამ თვითონ გული სპორტსმენის და ყოველთვის გულანთებული იყო და საქართველოსთვის მებრძოლის სულისკვეთება ჰქონდა ყველა სპორტსმენს და როგორ არ გამოვლენ, აგერ გამოსულებიც არიან და მარშიც მოეწყო. და როდესმე დავიღლებით, როგორ ფიქრობთ? არა. მაგიტო ვარჯიშობ და მაგიტო ვარ ფორმაში რომ არ დავიხარით. დიდი მადლობა, ეს ვიქტორ დიდებულიძე და ნათია, მე ვიცი შენ განსაკუთრებით გაგიხარდება აი ამ ადამიანის დანახვა. სოსო მათიაშვილია ჩემთან, შენ მახსოვს აღნიშნავდი განსაკუთრებით მის ძალიან აი წერტილოვან და ზუსტ მესიჯებს, როდესაც რაღაც ჯერ რუსული კანონი იყო, შემდეგ ეს დარბევები და სოსო ყოველთვის თავისი სოციალური ქსელიდან ძალიან სწორ მესიჯებს ავრცელებდა და ის დღეს რა თქმა უნდა აქაა. სოსო, აი რას იტყოდი დღეს, რატო ხარ აქ და როდემდე ხარ მზად იდგე აქ ქართველი ხალხის გვერდით? გამარჯობა, მესიჯები ძალიან მარტივი არის. ერთი მესიჯი შეიცვალა, დაემატა უბრალოდ ორი მესიჯი არის. ხელახალი არჩევნები და ის უდანაშაულო ხალხი, რომელიც დაჭერილია და ესეთი სასჯელი ემუქრებათ, მათი განთავისუფლება. ძალიან მარტივი მესიჯები არის, ვისაც ეს არ ესმის, ჩემი აზრით უბრალოდ არ უნდათ რომ გაიგონ, ეგაა პრობლემა რა. აქ ვიდგებით იქამდე, სადამდე საჭირო იქნება, იმიტომ რომ ეს აქ ყოფნით არ ხდება რაღაცა მარტივი პრობლემის გადაჭრა. აქ დგომით ჩვენ მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს და ქართველი ხალხის მომავალს უკეთესობისკენ ვცვლით. და აქ დგომი ყველა ამაში დარწმუნებული არის. ვისაც აინტერესებს აქ რა ხალხი დგას და ვინ დგას, შეუძლიათ თვითონ მოვიდეს თუ რაღაცეების სხვა რაღაცეების. ზუსტად ეს იქნება ყველაზე კაი, თვითონ მოვიდეს და ძალიან მარტივია, მოვიდეს და შეხედოს ვინ დგას აქ და დარწმუნებული ვარ აზრი ყველა შეეცვლება რა. სოსო, იყო თუ არა ბოლო ნაპერწკალი, უკვე ყველა აი მე ვხედავ ძალიან აპოლიტიკურ ადამიანებსაც, რომლებიც არასოდეს არ გამოდიოდნენ 28 ნოემბრის ეგრეთ წოდებული პრემიერის მიმართვა, როდესაც მან პირდაპირ თქვა რომ ვაჩერებთ ევროპისკენ სვლას. მეც არ ვარ დიდად, მეც აპოლიტიკური ადამიანი ვარ, თუმცა საქართველოს და ქართველი ხალხის სურვილი არის ევროპისკენ სწრაფვა და ეს მესიჯი პირდაპირ ნიშნავდა მაგას ყველასთვის და ამიტომაც ძალიან მარტივი იყო იმის გაგება რა ხდება ქვეყანაში და რა უნდა ქნას ხალხმა რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს და ფაქტით სახეზეა ამდენი დღეა უკვე 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი გარეთ დგას. და როგორ ფიქრობ, აი ამ თავისუფლებას, ამ მონაპოვარს ეს ხალხი, ეს ახალგაზრდობა დათმობს? დარწმუნებული ვარ რომ არა რა, იმიტომ რომ აგერ აი ახალი წელი არის, უკვე დღესასწაულების პერიოდია, მაგრამ ხალხი მაინც აქ არის, ენთუზიაზმი ისევ არის, ერთმანეთშიც რომ ლაპარაკობთ, ყველას მესიჯი ის არის, რომ ძლიერად ვართ, ბევრი ვართ და ყველაფერი კარგად იქნება, დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა, ეს არის სოსო მათიაშვილი, ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ლელოს
ორგანიზატორი ალბათ ბევრს გაახსენდა ის მფრინავი ლელო, რომელიც ამ მორაგბის ანგარიშზეა და მე რამდენიმე ჩემი კოლეგაც დავინახე აქ და მაგრამ სანამ კოლეგებსთან მივიდოდე აქ ხედავ ფეხბურთელს, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს კახა ალადაშვილს, კახა თუ სოსოს გზავნილები იყო თავრობის წინააღმდეგ და ისე კაფიო ძალიან მათიაშვილზეა საუბარი, შენი გზავნილები იყო შენი ყოფილი გუნდელის ზე ისეთი მკაფიო რომ მეტი რო არ შეიძლება კახა კალაძეზეა რა თქმა უნდა საუბარი. აი დღეს რას იტყოდი, რა გაქვს სათქმელი ზოგადად სპორტული სამყაროსთვის და უბრალოდ იმ ადამიანებისთვის ვინც ჩვენ გვიყურებს. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოუცხადო რეჟიმის პატიმრებს, ტყვეებს, რომლებიც უკანონოდ არიან დაპატიმრებული და მინდა პირველ რიგში მათ და მათ ოჯახებს შევპირდე რომ იქამდე ვიბრძოლებთ, სანამ ერთად არ მივაღწევთ დიდ გამარჯვებას. მეორე მოთხოვნა ჩვენი რა თქმა უნდა არის გარშემოცვართ გაერთიანებულები, ეს არის ხელახალი არჩევნები, ეს აუცილებლად ჭირდება ჩვენ ქვეყანას და აუცილებლად უნდა ჩატარდეს ქართველი ერი გაერთიანდა იდეის ირგვლივ, რასაც ქვია ევროპული მომავალი და ჩვენ მას აუცილებლად მივაღწევთ დიდი გამარჯვებით. იგივე აი ამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა, აი ამ დაუღალავმა აქციებმა რა დაგანახა შენ რომ ის არის თუ არა რომ პირიქით ყოველ ჯერზე უფრო იმატებს მუხტიც, უფრო იმატებს რაოდენობას და რაც თავარია ეს ბოლო ყბადაღებული რაღაც ნიშნის მოგებით განცხადებები რომ სპორტული სამყარო არასოდეს არ წავა ხელისუფლების წინააღმდეგ, დღეს ვხედავთ რომ ესაც ინგრევა. ეს ნავსი უკვე გატეხილია, ეს არის მითი უკვე, მე მინდა გითხრათ, ხედავთ რამდენი ვართ, მე მიხარია რომ ამდენი ყოფილი და მოქმედი სპორტსმენი დგას დღეს აქ. მე მრავალი აქციის ბოლო თვის განმავლობაში მრავალი აქციის პერიოდში ბევრი სპორტსმენი შემხვდა აქციის განმავლობაში, აქციების განმავლობაში, რაც ძალიან მახარებს. აქ უკვე არ აქვს მნიშვნელობა, აქ უკვე ყველა პროფესიის ხალხია იდეის ირგვლივ გაერთიანებული, ეს არის ექიმი, ეს არის მსახიობი, ეს არის სპორტსმენი თუ სხვადასხვა ქართველი ერი დგას ფეხზე ამ ეს პროცესი გახდა შეუქცევადი და ეს სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ ამ პროცესში შეუძლებელია ამ ხალხის და ამ ტალღის შეჩერება. დიდი მადლობა, ეს კახა ალადაშვილი იყო, მე გითხარით რომ ჩემი კოლეგებიც იმყოფებიან აქ, დიდი გამარჯობა ნიკა პირველ რიგში. ძალიან სასიამოვნოა რომ რაღაც სპორტული სამყაროს გაერთიანება მოხდა, როგორც სპორტსმენები არიან ჩვენს გარეშე წარმოუდგენელი, ისე ვართ ჩვენც მათ გარეშე წარმოუდგენელია, ბუნებრივი აქ უნდა ყოფილიყავით და ისედაც ვიცი რომ შენ მე მგონი ისედაც აქ ხარ, იმიტომ რომ რთულია დღეს აი ამ მოვლენების გვერდიდან ყურება. აი შენ როგორ აბა? ჭეშმარიტად, რა თქმა უნდა, ესეა, ვცდილობ მაქსიმალურად რომ ხშირად ვიყო აქ. მაგაზე ვფიქრობდი რომ ბოლო პერიოდში პოლიტიკურ თოქ-შოუებს უფრო ხშირად ვუყურებ, ვიდრე საფეხბურთო მატჩებს და იქ ცოტა ანომალია არის. ეგრე რომ არ მოხდეს და ეგრე რომ არ ხდებოდეს, პრინციპში მაგიტომაც ვარ აქ. და რა თქმა უნდა, ვითხოვთ იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც სამშობლოს სიყვარულისთვის, სამშობლოს ბრძოლისთვის არიან დღეს სატუსაღოში და პრინციპში განთავისუფლება შეგვიძლია მან დავარქვათ რეჟიმის პატიმრები, ტყვეები. ამგვარად არ შეიძლება ხალხისთვის გაჩუმება ახლა, თუნდაც ამ მარშში არ მონაწილეობის მიღება და ძალიან სასიამოვნოა რომ სპორტული ინდუსტრია ნაწილი ჩართული ეს. კარგი კოლაბორაცია გამოვიდა ხო ყოფილი სპორტსმენების, სპორტის მედიის ამაგელების, კომაგები, კარგი სინთეზია და მგონია რომ ეგ ენერგია ზოგად საქმეს ჩვენიურად მოხმარდება. და აუცილებლად უნდა კითხო მე იმ გზავნილებზე, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია იმ მუხტზე, სპორტსმენების გზავნილებზეა საუბარი, როდესაც საკუთარ სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ აი ამ ხალხის მხარდასაჭერ გზავნილებს, რამდენად მნიშვნელოვანი, აი ამის მნიშვნელობა რო აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რატო ელოდა ეს ხალხი განსაკუთრებით მათ აი ასეთ თანაც. ხო, ამ ადამიანებს აქვთ არანორმალური სიყვარული საზოგადოების და ეს ძალიან ლოგიკური ამბავია, რადგან სპორტსმენები აჩენენ ზოგადად ამ კულტს და ძალიან მარტივად ხდებიან ხალხი, რომელსაც შეიძლება მისდევ და გახდა მიმდევარი. ბუნებრივი აქ სიამოვნებს, როცა შენ საყვარელი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, ჩემ შემთხვევაში მაგალითად შენ აზრზეა და ძალიან სწორი სოლიდური პოზიციით აფიქსირებს ამ საღაზრს. ასევე ძალიან სასიამოვნოა, როცა ძმები თოფურიები ყოველთვის საქართველოს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში არიან, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ტერიტორიული სიშორე გვაკავშირებს. შეიძლება ვთქვათ, რომ ახლა სწორედ სპორტის წარმომადგენლების, სამსახიობო კონტინგენტისა და სხვა ადამიანების ეს სამოქალაქო აქტივიზმია ის, რაც ვიღაცას სახლიდან გამოიყვანს, ვიღაცას დააგონებს და სხვანაირად აანთებს მის ენთუზიაზმს. ასე რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი არის ამ
ტიპის მეგა ვარსკვლავების ჩართულობა ამბობს და მე მიუხედავად დიდი იმედგაცრუებებისა ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან რამდენიმე მათგანმა ჩემთვის მეტად ფასეულმა ადამიანმა სრულად საღი პრო ქართველური პოზიცია დააფიქსირა. ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის, როგორც გითხარით, ჩემი კოლეგებიც აქ არიან და მე მინდა გითხარით, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან და მევლუდ მელაძეს ხედავ აქ და ქართული ავტოსპორტის ლეგენდას. მევლუდ მოგესალმები. საერთოდ არ ხარ შენ სულით ასე თქვა პროტესტანტი ადამიანი, მაგრამ დღეს შენ ხარ იმ ხალხის გვერდზე, ვინც აპროტესტებს. უკვე ერთი თვე გავიდა. აი წარმოუდგენელი იყო ალბათ ადრე რომ გვეფიქრა ერთი თვე ჩვენი საზოგადოებას ერთმუშტად დარაზმული იქნებოდა, იმიტომ რომ შეეხნენ ალბათ ყველაზე მთავარს, თავისუფლებას და იმ მართლაც იმ არჩევანს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ალბათ აქ შეკრებილი ადამიანებისთვის. აი რას ეტყოდით თქვენ აქ შეკრებილებს, ჩვენს მაყურებელს და როდემდე მივა ეს ასე ვთქვათ პროტესტი? მართლა ვამაყობ ჩვენი ხალხის გამძლეობით, იმიტომ რომ ესე იყო, არ იკითხებოდა თითქოს რომ ამდენს გაძლევდა ეს ხალხი და თავის თავისუფლებას ესე თამამად დაიცავდა, მაგრამ ფაქტია რომ აქ ვართ და ვფიქრობ რომ სპორტსმენებს ყველაზე უფრო მეტი გუმართებს, მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, იმიტომ რომ ავანსა ძალიან ბევრი სითბო გვაქვს მიღებული ჩვენი გულშემატკივრებისგან, ანუ ეს ხალხი აქ დგას, იცავს თავის თავისუფლებას, შესაბამისად ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია ვქნათ, უნდა ვიდგეთ იქ, სადაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს და ამით დავაბრუნოთ ის გაცემული ავანსი ამ ხალხისგან, რაც გასცეს და ვფიქრობ რომ მოთხოვნა ორადორი რჩება, ანუ ერთი რომ ტყვეების მე ესე ვიტყოდი, ტყვეების გათავისუფლება ეს არის უპირობო და რა თქმა უნდა არჩევნები, იმიტომ რომ ქვეყანა ჩადგეს თავის ნორმალურ კალაპოტში. მევლუდ, თქვენ არამხოლოდ ლეგენდარული სპორტსმენი ხართ, ძალიან კარგად იცნობთ საგზაო მოძრაობას და არაერთხელ მე თქვენ მეგობარიც ვარ სოციალურ ქსელში აკეთებთ მინიშნებებს, როგორ არის ევროპაში საგზაო მოძრაობა, ესა თუ ის ნიშნები და აქ როგორ არეულია ყველაფერი. აი ევროპის და საქართველოს შედარება. დღეს ხო აქ ეს საპირწონე გვაქვს ჩვენ და აი ამ მიმართულებითაც რო ვთქვათ, რამდენად შორსა ვარ. ხო, მე ცოტა სხვაგვარად ვიტყოდი ამას, ანუ ვიტყოდი რომ გზებზე შეიძლება ძალიან შორს ვართ, კი არა, მართლა შორს ვართ, იმიტომ რომ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი და სწორი მიმართულებითაც მივიდიოდეთ, ვფიქრობ რომ ეხლა არ მივდივართ, არ მოძრაობთ სწორი მიმართულებით შესაბამისად, იმიტომაც არის რომ აქ უკან და უკან გვაქვს სვლა, მაგრამ რასაც ვერ ვიტყოდი აქციებზე და ხალხზე, პირიქით ამით ძალიან ვამაყობ რომ ჩვენმა ხალხმა აჩვენა უმაღლესი კულტურა აქციების. ერთ მხარეს მიმდინარეობს აქცია, მეორე მხარეს მაღაზიები, კაფეები მუშაობს და არავინ არაფერს არ აფუჭებს, ანუ ეს არის ჩემი აზრით მსოფლიოში შეგვიძლია რომ ვიამაყოთ რომ ჩვენ ყველაზე ალბათ შევა ეს აქციები ისტორიაში მსოფლიო რაღაც პროტესტების ისტორიაში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე უშუალოდ ვისთანაც მაქვს კონტაქტი, ყველა უცხოელ ჩემს მეგობრებთან, ყველა აბსოლუტურად ყველა შოკირებულია, იმიტომ რომ ისინი ადევნებენ თვალყურს რა ხდება ჩვენთან საქართველოში და ვამაყობ იმით რომ შორიდანაც კი ესე გვაქებენ რომ რამხელა ყოფილა თავისუფლების ჟინი და კულტურა ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა. მევლოდ ესეთი განწყობაა აქ სპორტსმენების, ჟურნალისტების და უბრალოდ კომაგების შეკრებაზე. მე ცოტა ხანში გადავალ წინ, სადაც უკვე მსვლელობაც დაიწყება და უკვე მსვლელობას შეუერთდები, თუმცა როგორც მოისმინეთ, გზავნილები უცვლელია, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ახალი არჩევნები, რომელიც ქართველ ხალხს ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ მოპარა.